ზამთრის ერთ ცივ დღეს, როდესაც ციდან ფიფქები თეთრი ბუმბულივით ნელა ეშვებოდა ძირს, ერთ სასახლეში კეთილი დედოფალი იჯდა სარკმელთან და გულმოდგინედ ტანსაცმელს კერავდა. ამ დროს დედოფალმა ინატრა: ნეტავ მყავდეს შვილი, თოვლივით თეთრი კანით და სისხლივით წითელი ლოყებითო. მალე მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ფიფქია დაარქვეს, მაგრამ დედოფალი მშობიარობას გადაჰყვა. მეფემ ახალი ცოლი შეირთო. ის ძალიან ლამაზი, მაგრამ ამავდროულად საოცრად ამაყი და ბოროტი ქალი იყო. ახალი დედოფალი ვერ იტანდა იმ აზრს, რომ ქვეყანაზე ვინმე მასზე უფრო ლამაზი შეიძლებოდა ყოფილიყო. მას ჰქონდა ჯადოსნური სარკე, რომელსაც ყოველ დღე ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა და პასუხს ელოდა. სარკევ, მითხარი და გამახარე, ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი და მშვენიერი ვინ არის? შენ, ჩემო დედოფალო, შენ ხარ ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი და მშვენიერი. გადიოდა დრო. ფიფქია იზრდებოდა და დღითი დღე უფრო ლამაზდებოდა. მისი გული კი სიკეთით ივსებოდა. ის ყოველდილით ბაღში სეირნობდა, ჩიტებს ელაპარაკებოდა და ბუნების სილამაზით ტკბებოდა. ბოროტი დედოფალი კი მაღალი კოშკიდან შურიანი თვალებით უყურებდა ფიფქიას და ბრაზისგან იწვოდა. ერთ დღესაც, როდესაც დედოფალმა სარკეს თავისი ჩვეული კითხვა დაუსვა, მოულოდნელი პასუხი მიიღო: შენ მშვენიერი ხარ დედოფალო, მაგრამ ფიფქია შენზე 1000 ჯერ უფრო ლამაზი და მომხიბვლელია. დედოფალი განრისხდა. შურისა და ბოღმისგან სახეზე ფერი ეცვალა და საშინელი გეგმა მოიფიქრა. მან სასახლის მონადირე გამოიძახა, თავისთან იხმოდა ერთი ძალიან სასტიკი ბრძანება მისცა. წაიყვანე ფიფქია ღრმა ტყეში და დატოვე იქ. აღარასოდეს მინდა მისი დანახვა, თორემ თავს წაგაცლი. მონადირემ ფიფქია ტყეში წაიყვანა. გოგონა უდარდელად მიჰყვებოდა, რადგან საფრთხეს ვერ გრძნობდა. ფიფქია ლამაზ ყვავილებს კრებდა და იღიმოდა. მონადირე კი მის ზურგს უკან დანას ამზადებდა. მონადირემ ფიფქიას ტყეში დატოვება ვერ შეძლო. მას გული აუჩუყდა და ფიფქიას წინ მუხლებზე დაეცა. შორს გაიქეცი და უკან აღარასოდეს მოიხედო, თორემ დედოფალი მოგკლავს. შეშინებული ფიფქია უღრან ტყეში გაიქცა. ტოტები კაბაზე ედებოდა და სახეს უხოკავდა, მაგრამ ის არ ჩერდებოდა. დაღამდა და ხეები საში შურჩხულებს დაემსგავსნენ. ფიფქიას ყოველი ფეხის ხმაზე გული უჩქარდებოდა. მან დიდხანს ირბინა, სანამ ღონი არ გამოელია და დაღლილობისგან მუხლებზე არ დაეცა. ფიფქია ხის მორზე ჩამოჯდა და ატირდა. ის სრულიად მარტო იყო ამ უზარმაზარ და საშიშ ტყეში. უცებ ბუჩქებიდან პატარა კურდღელი გამოხდა. მას ფიფქიასი არ შეეშინდა და მეგობრული თვალებით შეხედა. მალე სხვა ცხოველებიც გამოჩნდნენ, შველი, ციყვი და ჩიტები. მათ ფიფქიას დამშვიდება სურდათ. ცხოველებმა ფიფქიას ანიშნეს, რომ გაჰყოლოდა. ისინი გოგონას უსაფრთხო ადგილისკენ მიუძღოდნენ. ისინი ერთად მიიკვლევდნენ გზას ტყეში. მთვარი შუქზე ტყე უკვე აღარ ჩანდა ისეთი საშიში. უცებ ხეებს შორის პატარა მყუდრო სახლი გამოჩნდა, რომელსაც საკვამურიდან კვამლი ამოსდიოდა. სახლი ძალიან პატარა იყო, თითქოს სათამაშო ყოფილიყოს, რომელიც გიგანტური ხის ძირში დაუმალავთ. ფიფქიამ კარზე დააკაკუნა, მაგრამ არავინ უპასუხა. კარი ღია იყო, ამიტომ მან შესვლა გაბედა. შიგნით ყველაფერი პატარა იყო. მაგიდაზე 7 პატარა თეფში და 7 პატარა ჩიქა ეწყო. ოთახი არეული იყო, ნიჟარა გასარეცხი ჭურჭლით სავსე, იატაკზე კი მტვერი და ობობის ქსელები ჩანდა. ფიფქიას ძალიან შიოდა, ამიტომ თითოეული თეფშიდან თითო ლუყმა პური შეჭამა, რომ არავის შეემჩნია. დაღლილმა ფიფქიამ საძინებელში 7 პატარა საწოლი იპოვა, მეშვიდეზე მიწვა და ღრმად ჩაეძინა. ამასობაში მთებში 7 ჯუჯა მუშაობდა. ისინი მთელი დღე ოქროსა და ძვირფას ქვებს ეძებდნენ.
ჯუჯები გულმოდგინედ მუშაობდნენ, წერაქვებს იქნებდნენ და მაღაროს ანათებდნენ თავიანთი ფარნებით. საათმა 5 ჯერ დარეკა, სამუშაო დრო დამთავრდა და ჯუჯებმა სახლში წასასვლელად მზადება დაიწყეს. ისინი მხიარული სიმღერით დაადგნენ გზას, მათი ფარნები ღამის სიბნელეში ვარსკვლავებივით ანათებდნენ. სახლს რომ მიუახლოვდნენ, შენიშნეს რომ შიგნით სინათლე ენთო და საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. ჯუჯები ჩუმად შეიპარნეს სახლში. წერაქვები მოიმარჯვეს და მიმოიხედეს, რადგან ქურდი ეგონათ. შეხედეთ, ვიღაცამ ჩემი თეფშიდან პური შეჭამა. ვინ გაბედა ჩვენს სახლში და უკითხავად შემოსლა? ჩემი ჭიქიდანაც დაულევიათ, სულ დაცლილია. ნეტავ ვინ უნდა იყოს ასეთი თავხედის სტუმარი? ჩემ საწოლში კი ვიღაცას სძინავს. მოდით აქ შეხედეთ რა ლამაზი გოგონაა. ჯუჯები საწოლს გარს შემოეხვივნენ. ფიფქია ისეთი მშვენიერი იყო, რომ მათ მისი გაღვიძება ვერ გაბედეს. დილით ფიფქიამ გაიღვიძა და მის წინ მდგარი 7 უცნაური კაცუნა რომ დაინახა, ძალიან შეეშინდა. ნუ გეშინია, ჩვენ არაფერს დაგიშავებთ. გითხარი რა გქვია და აქ საიდან მოხვდი? მე ფიფქია მქვია. ჩემს ბოროტ დედინაცვალს ჩემი მოკლა სურს. ამიტომ ტყეში გამოვიქეცი და დავიმალე. თუ ჩვენთან დარჩები, სახლს დაალაგებ და საჭმელს მოგვიმზადებ, შეგიძლია სამუდამოდ აქ იცხოვრო. ფიფქიას ძალიან გაუხარდა, მან ჯუჯებს გემრიელი საუზმე მოუმზადა, სახლში კი სითბო დაატრიალა. მაგრამ სანამ სუფრასთან დასხდებოდნენ, ფიფქიამ ჯუჯებს ხელები და პირი კარგად დააბანინა. მას შემდეგ სახლი მუდამ სუფთა იყო. ფიფქია ყვავილებს კრეფდა და ოთახებს რთავდა, ცხოველები კი ეხმარებოდნენ. საღამოებით ისინი ბუხართან იკრიბებოდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ და ერთად მხიარულობდნენ. ყველაზე პატარა ჯუჯა, ნაბოლარა, ცდილობდა ეცეკვა, მაგრამ ფეხი ერეოდა და სასაცილოდ ეცემოდა ოლმე. ძილის წინ ფიფქია ჯუჯებს საინტერესო ზღაპრებს უყვებოდა, ისინი კი გაოცებულები უსმენდნენ. ფიფქია თავს დაცულად გრძნობდა ახალ მეგობრებთან ერთად, მან აქ იპოვა ის სითბო, რაც სასახლეში აკლდა. ყოველ დილით ჯუჯები სამუშაოდ მიდიოდნენ, ფიფქია კი მათ კარებთან ემშვიდობებოდა და ხელს უქნევდა. ფრთხილად იყავი, კარი არავის გაუღო, დედოფალი ძალიან ცპიერია და შეიძლება მოგაგნოს. სასახლეში დაბრუნებულმა დედოფალმა, რომელიც დარწმუნებული იყო ფიფქიას სიკვდილში, სარკეს კვლავ ჰკითხა. სარკევ, მითხარი და გამახარე, ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი და მშვენიერი ვინ არის? შენ მშვენიერი ხარ დედოფალო, მაგრამ ფიფქია, რომელიც 7 მთასიქით ცხოვრობს, შენზე ბევრად ლამაზია. დედოფალი მიხვდა, რომ მონადირემ მოატყუა. სიბრაზისგან ჭიქა კედელს ესროლა და საშინელი ყვირილით აიკლო სასახლე. მან სახე შეიღება, ღარიბი ვაჭარი ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა და ფიფქიას მოსაკლავად გაემზადა. ბოროტმა დედოფალმა 7 მთა გადაიარა და ბოლოს ტყის სიღრმეში დამალულ პატარა ქოხს მიაგნო. დაუძახა ფიფქიას და უთხრა: შეხედე ამ ლამაზ თასმებს, როგორ უხდება შენს კაბას. მოდი ახლოს, კარგად შეგიკრავ, რომ უფრო ლამაზი იყო. დედოფალმა თასმები ისე მაგრად მოუჭირა, რომ ფიფქიას სუნთქვა შეეკრა და უგონოდ დაეცა იატაკზე. საბედნიეროდ, ჯუჯები ადრე დაბრუნდნენ სახლში და იატაკზე უგონოდ მყოფი ფიფქია რომ დაინახეს, შეშინდნენ. მათ სასწრაფოდ გადაჭრეს თასმები. ფიფქიამ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები გაახილა. ეს ნამდვილად დედოფალი იყო. გთხოვ, აღარავინ შემოუშვა სახლში, თორემ შემდეგ ჯერზე ვერ გადაგარჩენთ. დედოფალმა სარკესგან გაიგო, რომ ფიფქია ისევ ცოცხალი იყო. სიბრაზისგან მან ოთახში ყველაფერი დალეწა. ამჯერად მან მოწამლული სავარცხელი დაამზადა. საკმარისი იყო ის თმებში გაგეტარებინა, რომ მკვდარივით დაეცემოდი. დედოფალმა ისევ შეიცვალა გარეგნობა, მოხუცი ქალივით ჩაიცვა და ტყისკენ გაემართა. მან მოახერხა ფიფქიას მოტყუება და დაარწმუნა, რომ კარი გაეღო, რათა ახალი სავარცხელი ეჩვენებინა. შეხედე, რა ლამაზი ოქროს სავარცხელია. მოდი, თმებს დაგივარცხნი და პრინცესას დაგამსგავსებ.
როგორც კი სავარცხელი თმას შეეხო, შხამმა იმოქმედა და ფიფქია უსულოდ დაეცა ძირს. ჯუჯებმა ისევ დროულად მიუსწრეს, თავიდან სავარცხელი ამოაცალეს და ფიფქია ისევ გონს მოვიდა. პირობა მოგვეცი, რომ კარს არავის გაუღებ. დედოფალი არ მოგეშვება, სანამ მიზანს არ მიაღწევს. დედოფალმა მიხვდა, რომ ჩვეულებრივი ხრიკები არ ჭრიდა. ამიტომ ყველაზე ძლიერი ჯადოქრობა გამოიყენა. მან საიდუმლო ოთახში შხამიანი ვაშლი დაამზადა. ვაშლი ისეთი ლამაზი და წითელი იყო, ვერავინ იფიქრებდა ბოროტებას. დედოფალმა სპეციალური ელექსირი დალია და საშინელ მოხუც კუდიან დედაბრად გადაიქცა, რომ ვერავის ეცნო. მან საიდუმლო ოთახში შხამიანი ვაშლი დაამზადა და მესამედ გაუდგა გზას ჯუჯების სახლში, რათა საქმე ბოლომდე მieყვანა. გარეთ საშინელი ავდარი იყო, ჭექაქუხილი და ქარი, მაგრამ დედოფალი მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ. მან ფანჯრაზე დააკაკუნა და საცოდავი ხმით დაიძახა. ვაშლები, გემრიელი ვაშლები მაქვს გასაყიდი. ჯუჯებმა ამიკრძალეს უცხოების სახლში შემოშვება, ამიტომ ვერაფერს ვიყიდი. გთხოვთ, წადით. ნუ გეშინია, ჩემო კარგო. აი ნახე, მე თვითონ შევჭამ ნახევარს, რომ დარწმუნდე, როგორი გემრიელია. ფიფქიამ დაინახა, რომ მოხუცმა ვაშლი შეჭამა და არაფერი მოუვიდა. ამიტომ ხელი გაუწოდა და ვაშლი გამოართვა. როგორც კი ფიფქიამ წითელი მხარე ჩაკბიჩა, მაშინვე უსულოდ დაეცა იატაკზე. ამჯერად შხამის სასიკვდილო იყო. ჯუჯების სახლში დაბრუნდნენ და ფიფქია იატაკზე მწოლიარე იპოვეს. ის აღარ სუნთქავდა და აღარ ცინძრეოდა. მათ სცადეს მისი გაღვიძება, წყალი შეასხეს, შეანჯღრიეს, მაგრამ ფიფქია ღრმა ძილში იყო წასული. ჯუჯებმა ყველაფერი სცადეს, მაგრამ ვერაფერ მოუშველა. მათი საყვარელი ფიფქია მკვდარი ეგონათ. მათ ვერ გაიმეტეს ფიფქია შავი მიწისთვის, რადგან ის ისევ ისეთი ლამაზი იყო, თითქოს მხოლოდ ეძინა. ჯუჯებმა ოქროსა და ბროლისგან შუშის კუბო გააკეთეს და ფიფქია შიგნით ჩაასვენეს, რათა მუდამ ეყურებინათ. გადიოდა დრო, იცვლებოდა სეზონები. ფიფქია კი ისევ ისეთი მშვენიერი იყო, დრო მას ვერაფერს აკლებდა. ტყის ცხოველებიც ხშირად მოდიოდნენ. ისინი ჩუმად ისხდნენ და თავიანთ მეგობარს დარაჯობდნენ. ჯუჯები მორიგეობით იცავდნენ ფიფქიას, დღე და ღამე არტოვებდნენ მას მარტო, წვიმასა თუ თოვლში. ერთ დღეს ტყეში უფლის წულმა გამოიარა. მან დაინახა მწოლიარე ულამაზესი გოგონა. ეს ყველაზე მშვენიერი გოგონაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ის თითქოს ცოცხალია და მხოლოდ ძინავს. ის ისეთი მშვენიერია, ნება მომეცით უკანასკნელად დავემშვიდობო მას, სანამ გზას გავაგრძელებ. უფლის წულმა თვალი ვერ მოსწყვიდა ფიფქიას. მან იგრძნო, რომ ეს გოგონა მისი ბედის წერა იყო. მან ნაზად დაადო თავისი ბაგეები ფიფქიას ტუჩებს. ეს იყო წმინდა სიყვარულის პირველი კოცნა. უცებ ჰაერში ჯადოსნური ნაპერწკლები გაჩნდა. სიყვარულის ძალამ ბოროტი დედოფლის შელოცვა დაარღვია. ფიფქიამ ღრმად ჩაისუნთქა, ლოყები გაუწითლდა და თვალები გაახილა. სიცოცხლე მას კვლავ დაუბრუნდა. ო, ღმერთო ჩემო, რა დიდხანს მეძინა და რა უცნაური სიზმარი ვნახე. სად ვარ ახლა? შენ ცოცხალი ხარ, ჩემამა კოცნამ გაგაღვიძა. ეს ნამდვილი სასწაულია, თვალებს ვერ ვუჯერებ. მე შენ სიცოცხლეზე მეტად შეგიყვარდი. გთხოვ, გამომყები ცოლად და იყავი ჩემი დედოფალი. თანახმა ხარ? დიახ, თანახმა ვარ. მეც მიყვარხარ და ვიცი, რომ შენ ხარ ის, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი. ყველა ერთად გაემართა უფლის წულის ოქროს სასახლისკენ, რათა ქორწილი გადაეხადათ და ეზეიმათ. ეს იყო ყველაზე დიდი და გრანდიოზული ქორწილი, რაც კი ოდესმე უნახავს სამეფოს. ხალხი ზეიმობდა.
ფიფქიას ეცვა ოქროსფერი და თეთრი აბრეშუმის კაბა, რომელიც მზესავით ბრწყინავდა და თვალს ჭრიდა. უფლისწული კი ლურჯ ხავერდის კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ამაყად იდგა თავისი რჩეულის გვერდით. 7 ჯუჯა საპატიო სტუმრებად იყვნენ მიწვეულნი. მათ ახალი ლამაზი ტანსაცმელი ეცვათ და ძალიან ამაყობდნენ. ქორწილს ტყის ცხოველებით ესწრებოდნენ. ისინი ფანჯრებიდან და კარებიდან უყურებდნენ ბედნიერ წყვილს. თანახმა ხარ თუ არა, რომ ეს ქალი იყოს შენი კანონიერი მეუღლე და დედოფალი ჭირსა თუ ლხინში. დიახ, თანახმა ვარ მთელი ჩემი გულით და სულით. და ასე იქორწინეს მათ. ბოროტმა დედოფალმა გაიგო ეს ამბავი და შურისგან გული გაუსკდა. მან სარკე დაამსხვრია. ის გაიქცა შორს ბნელ მთებში, სადაც ქარიშხალი მძვინვარებდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. სასახლეში კი ზეიმი მთელი ღამე გრძელდებოდა. ცა ფოიერვერკებით განათდა და მუსიკის ხმა არ წყდებოდა. სამეფოში მშვიდობამ დაისადგურა. ხალხი ბედნიერი იყო, რადგან მათ კეთილი და სამართლიანი მმართველები ჰყავდათ. ფიფქია და უფლისწული დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მათი სიყვარული კი ლეგენდად იქცა.